ამ თევს არ შევჭამე, თვალები აქვს გახელილი. ამისი პრეტენზიები რა. თავდახუჭული თევზი საიდან მოგიყვანო ხლა, ვერ გავიგე. აუ რა არის, რა ნირი მოგ. მეორადებში იყიდე? ესე იგი რა. ესეთი რაღაცა უნდა თქვა საჭმელზე, როგორ შეიძლება? გუშინ წინ ცალცირკბენანი ბანანები რომ მოიტანა, იმაზე რო თქვი ამას თავმოყარი მაიმუნიც არ შეჭამსო. დედა, ეგ ისეთი მკვახე ბანანი იყო, ხორცისდანი დამჭერი რო არ იკბიჭებოდა. მოკლედ ეს თევზი არ იჭმევა. რამის სხვა მოსაფიქრებელი თუ რომ შვირები დავჭებით დღეს. და ეს თევზი ეჭვის თვალით მიყურებს. I'm just a friend. თქვენი ხუმრეთ და ისეთი კარგია თევზი მხედველობისთვის, გატენილია A ვიტამინით. თევზებს კაი მიხედველობა რო აქვს, იმიტომ აქვს გახელილი თვალები? ხო, და შეხედე ამ თევზს აქვს ცისფერი თვალები. ალბათ თავის დროზე სიმპათიურიც იქნებოდა. როგორ უნდა მიხვდე, თევზი მტკვარელია თუ არა? რა მტკვარელი, ბიჭო? ანუ მტკვარში დაიჭირეს თუ სხვაგან? არ ვიცი ახლა მაგას ეგრე ვერ გაიგებ. დედა, ესამდენი თევზი თქვენ თუ არ ჭამთ და მე უნდა შევჭამო, გამომივალ აყუჩები და ეგ იქნება. ხო, ანუ კითხვის შემთხვევაში ქალთევზად გადაიქცევი. ავლებაში რო გადიხარ ხოლმე ჩახტები მტკვარში და გაყვები. ბენზინის ფული იზოგება მაგ დროს ძალიან მაგრა. ზუსტად ეგრე იყო ჩემი კლასელი სალომე ფურცელაძის დედა. მტკვარში გადაიქცა ქალთევზად და სალომე ამბობს ხოლმე. ნუ ეხლა ეგ ნაწილობრივ არაა მართალი. ხა მტკვარი ხო, მაგრამ თავი მოიკლა მაგ.